ზარდის საერთაშორისო ზეწოლა და ახალი სასანქციო პაკეტები საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკის სამიზნები ამჯერად ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობები ხდებიან, რომლებსაც ოფიციალური თბილისი ქვეყნის ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს. ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ახალი სანქციები ამოქმედა, რაც ქართულ მაღალჩინოსნების მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესებას და მითითებულ ქვეყნებში შესვლის აკრძალვას გულისხმობს. ახალ ჩამონათვალში მოხვდნენ პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეებიც. მმართველი გუნდი გადაწყვეტილების მიღმა ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კვალს ხედავს. ქართული ოცნების ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ დასანქცირებულ პირთა ახალი საკმაოდ მოცულობითი სიები ქართული ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მომზადდა. ხელისუფლება განსაკუთრებულ აქცენტს იმ რამდენიმე ორგანიზაციაზე აკეთებს, რომლებიც მისივე მტკიცებით ესტონეთში უცხოურ ორგანიზაციებად დარეგისტრირდნენ. თუმცა ამ ინფორმაციას ადრესატები ამ დრომდე არ გამოხმაურებიან. ვინ შეადგინა სანქცირებულთა ახალი სიები და რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლების ბოლოდროინდელ ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. პოლიტიკური დაპირისპირების ახალი თემა და ურთიერთბრალდებები თათია ტაბეშაძის რეპორტაჟში. როდესაც ჩვენ რეგისტრირდები უკვე უცხოურ ორგანიზაციად და აწარმოებ რეალურად საკუთარ საქმიანობას საქართველოში, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. პრემიერ-მინისტრი იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობს, რომლებიც ესტონეთში უცხოურ ორგანიზაციებად დარეგისტრირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით მათ შორისაა გამჭვირვალობა საქართველო. ირაკლი კობახიძისთვის შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ეკა გიგაურის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ესტონეთის მიერ დასანქცირებული საქართველოს მოქალაქეების სია და მისი საფუძვლები. ეს ფაქტი მთავრობის მეთაურისთვის მორიგი მტკიცებულებაა არაერთხელ გაჟღერებული ბრალდების დასადასტურებლად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან თანამშრომლობენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. თავის როზე, როდესაც მიიღებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ, ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ არ სურდათ სტიგმატიზება, არათუ უცხოური გავლენის აგენდებად, ისინი რეგისტრირდებიან პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებად. აქ არის ყველაფერი დღესავით ნათელი, ხო? სინამდვილეში აქ არაფრის შუაში იყო სტიგმატიზაცია, არაფრის შუაში იყო სხვა საკითხები. რეალურად ესენი არიან უსამშობლო ორგანიზაციები, რომელთა ერთადერთი დაკვეთა და დავალება დაუპირისპირდნენ პირდაპირ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. არის თუ არა საერთაშორისო გამჭვირვალობის ან სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან დასანქცირებული პირების სიის შედგენაში. დადასტურებული პასუხი არ არსებობს, თუმცა ფაქტია, საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 მარტის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია. კერძოდ მასში ახსნილია, რატომ აეკრძალა ქვეყანაში შესვლა 55 პირს, რომელთა შორისაა მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. როგორც ირკვევა, მისი სახელის და გვარის მიმწოდებელმა ტალახაძე აგრესიულობაში დაადანაშაულა. რა მტკიცებულება იყო ამისთვის მოშველიებული, უცნობია. სანქციები გააფართოვეს ბალტიისპირეთის დანარჩენმა ქვეყნებმაც. ლიეტუვამ ქვეყანაში შესვლა კიდევ 74 ქართველს, ლატვიამ კი 16-ს აუკრძალა. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ შავი სია მათ ქართული ოპოზიციური პარტიების და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. რატომ გამოირჩევა სიხისტით ევროკავშირის აღნიშნული 3 ქვეყანა, რომელთაც საქართველოსთან საბჭოთა წარსული აკავშირებს, ქართული ოცნების პასუხია, რომ ისინი როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. ამ სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან მიმართებაში და იმის ნაცვლად, რომ თამამად დადგნენ ამ შიშებს გამუკლავდნენ და თუ ბრძოლა უნდა იბრძოლონ, ამის ნაცვლად ცდილობენ სხვა ქვეყნების ხელით, სხვა ხალხების ხელით აიცილონ ეს ასე ვთქვათ, ყურადღება გადაატანონ რუსეთს სხვა საკითხებზე. სანქციებს, რომელიც დაწესდა იმ დროს, როდესაც იმ დედაქალაქებში იმყოფებოდა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ესტონურები, როგორც გამოჩნდა საბოლოო ჯამში, და ეს სიაც ფაქტია, ხომ ეხა რომ ესტონეთის თავქარიანმა საგარეო საქმეთა მინისტრს წარმოდგენა არ აქვს საქართველოს პოლიციელების სახელდაგვარების ხო გასაგები, ეს სია შედგენილი არის ესტონური NGO-ს საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ. ჩვენ როგორ მუშაობთ, რას ვაკეთებთ, ვისთან გვაქვს კომუნიკაცია. ამაზე ძალიან ხშირად არის საჯარო ინფორმაცია და რაც არ არის საჯარო, ეს ასეც უნდა დარჩეს. ასე პასუხობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე შეკითხვას, რა მიზნით ან ვისი ფინანსური სახსრებით იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი ლიდერების სანქციების გამოქვეყნების პროცესში საზღვარგარეთ და მიიღეს თუ არა მათ მონაწილეობა შავი სიის შედგენაში. შეკითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემის
ამისგან დღეს თავს იკავებენ თინა ბოკუჩავას კოლეგებიც, თუმცა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როდესაც ბარიერ გადალახული 4-ვე ოპოზიციის წარმომადგენლები ევროსტრუქტურებში იმყოფებოდნენ, არ მალავდნენ, რომ ქართველი თანამდებობის პირების დასანქცირებას მოითხოვდნენ. მიმდინარე კვირაში დასანქცირებულთა სიაში მოხვდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, პროკურორები, პოლიციელები, მოსამართლეები და სხვა პირები. მათ ბალტიისპირეთის საქართველოში აქტივისტების დევნას, ძალადობას ან ძალადობის შემცველ მუქარას ედავება. კონკრეტული ადამიანების ზედაპირზე დევს. ვინ არიან მოძალადეები? რა თუნდა კონკრეტულ სახელს დაგვარს ვინმესგან მიწოდება იმ ადამიანის და იმ მოსამართლის, რომელიც ახალგაზრდებს, აქციის მონაწილეებს ასამართლებს და უკანონოდ ციხეში სვავს. ეს ხო ყველა მიცის, ამ სასამართლო პროცესს რო უყუროს ნებისმიერ ქვეყნის წარმომადგენლებმა ან დააკვირდეს ამ პროცესებს, ძალიან კაფეოდ დაინახავს რა და როგორ ხდება. ყველას უნდა ესმოდეს ამ მოძალადეებს, მათ გამპრავებლებს, ამ ყოველფრის მხარდამჭერებს, რომ ქართული საზოგადოება მარტო არ არის, მას მეგობრები ყავს, მათ შორის ბალტიისპირეთში და ის ადამიანები, ვინც წესით საქართველოში უნდა დასჯილიყვნენ, ეს საკითხი პროკურატურას უნდა გამოიძია. არ გამოიძია ბალტიისპირელებმა პირველი სანქციები გამოაჩინეს. ძალიან კარგია, რომ ახლა უკვე გაცილებით ღიად გამოხატავენ რეჟიმის პაიკები შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მალე მათ შეიძლება ვერ შეძლონ მოგზაურობა ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში და მეტიც შესაძლოა აღნიშნული ტარგეტირებული სანქციები ფინანსურ სანქციებადაც იქცეს. იმდენად ზუსტ ყველაფერი ქართული, პოლიტიკაში ვარ ლაშა ტალახაძეც კი ჩააწერინეს. ირაკლი ზარქუა, რომელიც ერთ-ერთია დასანქცირებული დეპუტატების სიიდან, მის შემქმნელებს მოღალატეებს უწოდებს. მაშინ, როდესაც დღეს ხელისუფლებას ქვეყნის გარედან ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ, ქართული ოცნებიდან მათ წინამორბედი ხელისუფლების მმართველობას ახსენებენ. ხოცვა, ჟლეტვა ქონდა, ბიზნესების წართმევა, ადამიანის ჩაგვრა, პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილას ვიყავით, მაგრამ ბალტიისპირელი მაშინდელი ხელმძღვანელობისთვისაც რო გეკითხა, დემოკრატიის შუქურა იყო სააკაშვილი. ჩვენ შანტაჟს არ ვექვემდებარებით, როცა მით უმეტეს საქმე ეხება საქართველოს ქართულ ინტერესებს და ქართულ ხალხს. ეს არის ჰიბრიდული ომი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. რამე თუ ამ სანქციების უკან არაფერი რეალობა არ დგას. მათ მიერვე შექმნილი ესკალაციებია და მათ მიერვე შექმნილი ესკალაციების საფუძველზე ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ ესეთი ქმედებების განხორციელებას. ეს არ არის მარტო ესტონეთი. ესტონეთი ამ შემთხვევაში არის ჩვეულებრივი იარაღი, რომელსაც რა თქმა უნდა საკუთარი პოლიტიკური ნება ამ შემთხვევაში სრულებით არ გააჩნია. ბალტიისპირა ქვეყნების გარდა საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკა სხვა ქვეყნების მხრიდანაც ისმის. ამერიკიდან კი კრიტიკა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ შეწყდა. ამას ქართული ოცნება დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებით ხსნის და მისგან ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის მიზნით შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას ელის. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობების გაჯანსაღებას, ქართული ოცნების თქმით, ესეც დონალდ ტრამპის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. იმ მხრივ შეძლებს თუ არა ამერიკის მსგავსად ევროკავშირშიც დიპ სტეითის ანუ ჩრდილოვანი გავლენების დამარცხებას.